დღეს დავიწყეთ ვიზიტი არგენტინაში. გვქონდა შეხვედრა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ ტიმერმანთან, რომელიც საქართველოში ბრძანდებოდა 2 წლის წინ. შეხვედრა ძალიან მეგობრულ ვითარებაში შედგა. არგენტინა მოგეხსენებათ არის ძალიან სერიოზული მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკაში. სამხრეთ ამერიკის თვალსაზრისით იგი არის წამყვანი სახელმწიფო და ძალიან ბევრ საკითხში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები ემთხვეოდეს ერთმანეთს. არგენტინას აქვს თავისი პრობლემები დიდ ბრიტანეთთან, სხვა წამყვან სახელმწიფოებთან, აქვს საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ არგენტინა იქნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების ერთგული საქართველოსთან ურთიერთობაში. იგი მხარს უჭერს და მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. იგი არ დაუშვებს მისი მხარდაჭერით რაიმე საზიანო ქმედებებს რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის ხედვა ემთხვევა ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ, როგორც იმ ქვეყანამ, სადაც წამყვან სახელმწიფოებს და წამყვან ბიზნეს გაერთიანებებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი სერიოზული პროექტების განხორციელება რეგიონული მასშტაბით. ეს იყო ძალიან სერიოზული. ჩვენ აგრეთვე შევთანხმდით, რომ მხარს დაუჭერთ ერთმანეთის ინიციატივებს საერთაშორისო არენაზე. არგენტინა ცოტა ხანში აპირებს გაეროს მიმართოს ინიციატივით რამოდენიმე პროექტით საერთაშორისო კონვენციის. ჩვენგან მხარდაჭერა იქნება ისევ როგორც მანამდე იყო გამოხატული და არგენტინაც მეტ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს და შესაძლოა საქართველოში საელჩოს გახსნაზეც იმსჯელონ. გარდა ამისა, დღეს გვქონდა შეხვედრა ბუენოს-აირესში აკრედიტებულ ელჩებთან იმ სახელმწიფოების, რომლებიც იფარება ჩვენი ბრაზილიის და არგენტინის საელჩოებიდან, კერძოდ პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ბრაზილიის, კოლუმბიის ელჩებთან მქონდა შეხვედრა. ყველა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ უფრო მჭიდრო გახდეს ჩვენ შორის ურთიერთობა საპარლამენტაშორისო დონეზეც მათ შორის და ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ წლის განმავლობაში ამ ქვეყნებთან, მის პარლამენტებთან გვექნება კონტაქტი. ნაწილს ალბათ საქართველოში მოვიწვევთ, ხოლო სხვებს ადგილზე ვესტუმრებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლათინური ამერიკა არის ძალიან საინტერესო რეგიონი მსოფლიოში და მათი გავლენა ცალკეულ პროცესებზე არის ძალიან სერიოზული. ამიტომ საქართველოს ინტერესებშია ამ ქვეყნებთან რაც შეიძლება მეგობრული ურთიერთობის დამყარება. აი და დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან ამას ემსახურებოდა სწორედ. ხვალ გვექნება უკვე შეხვედრები პარლამენტის პალატების ხელმძღვანელებთან და იქ უკვე საპარლამენტო საქმეებზე ვისაუბრებთ. ასევე დღეს გველის ძალიან საინტერესო საღამო ჩვენ შევხვდებით დიასპორის წარმომადგენლებს ბუენოს-აირესში. მოგეხსენებათ, არგენტინაში არც თუ ბევრია ქართული წარმომავლობის მოქალაქე, მაგრამ ვინც არიან დღეს ჩვენთან იქნებიან და ვისაუბრებთ ჩვენ სამშობლოზე.